მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ მე 5 ლარი გავატანო თითო ბავშვს სიტყვაზე, რომ იქ სასადილოში რაღაცა იყიდონ და როგორ მტკივა იცით გული ამაზე. რო არის მომენტი, არ მაქვს საშუალება და ლარსაც ვერ ვატა. არის მომენტი, რომ არ მაქვს მე ის ლარიც არა მაქვს, რომ მე ბავშვებს გავატანო, იმიტომ რომ მე ლარით პურს ვიყიდ სახლში. ზოგს უჭირს ხოლმე საჭმელი არ აქვს. ზოგს არა, იმიტომ რომ ზოგს ფულს ატანენ. სხვებს რომ უყურებენ ყველა ბავშვი, მაღაზიაზე მეწოდებიან ყველა. სახლიდან შეიძლება რომ წამოხვიდე, საჭმელი ვერ შეჭამო. მე ეგრე ვარ ხოლმე, თუ მომშვიდება, მაინც გაუძლება. და მე სახლში რომ მოვალ, ყველაფერს ერთდროულად გადავჭამ. UNICEF-ის ბოლო ანგარიშში ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში 2023 აღნიშნულია, რომ საქართველოში ბავშვების 1/3-ზე მეტი, 34.9% სკოლის საათების განმავლობაში არასდროს იკვებება. ეს მაჩვენებელი სოციალური ან მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვებში გაცილებით მეტია და 44.9% შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2024-2025 წლებში საჯარო და კერძო სკოლებში 640,000-ზე მეტი მოსწავლეა. აქედან 570,000-ზე მეტი საჯარო სკოლებში სწავლობს. სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე საუბარი წლებია მიმდინარეობს. ამ საკითხზე მოძრაობა ხმამ კამპანია ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. საქართველოში დღევანდელი მონაცემებით მოსწავლეთა 63% ყოველ დღე კვირაში რამდენჯერმე ან ზოგჯერ განიცდის შიმშილის გრძნობას. ხო? და ეს არ არის ჩვენი სოციალური ცხოვრებიდან ამოჭრილი მონაცემი, ხო? ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 10,000-ობით ბავშვი მშიერია სკოლაშიც და სახლშიც. ჩვენ კამპანია დავიწყეთ 2021 წელს შემოდგომაზე. და მას შემდეგ სკოლებთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტელევიზიით, სოციალურ ქსელში ვცდილობთ, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას გავაგებინოთ, არა მხოლოდ სკოლაში არსებული შიმშილის შესახებ, არამედ გავაგებინოთ, რომ ეს არ არის ბედისწერა და ეს არ არის გარდაუვალი, რომ ქართველი ბავშვები შიმშილობდნენ. 2021 წლის ოქტომბერში დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის ახალი ბანერები წარწერით უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში. ნაციონალური მოძრაობის საპასუხოდ მალევე ქართულ ოცნებაშიც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე თავადაც მუშაობდნენ. სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს. 2021 წლის ნოემბერში მაშინდელი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე სპეციალური უწყებათა შორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნებოდა. 2022 წლის აგვისტოში განათლების სამინისტრომ და მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდთან მემორანდუმი გააფორმა. თუმცა პროგრამის დანერგვის ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია. სპეციალური პროგრამა შევქმენი სამინისტროში სასკოლო კვების, რომელიც მუშაობს კონკრეტულ მოდელებზე. 2023 წლის მაისში განათლების ახლად დანიშნულმა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ სამინისტრო სკოლებში კვების პროგრამის დასანერგად აქტიურად მუშაობდა. 2024 წლის არჩევნებამდე არაერთი დაპირების მიუხედავად ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამის წარდგენისას ირაკლი კობახიძე უფასო სასკოლო კვების საკითხს არ შეხებია. ცოტა ხნის წინ რუსთავი ორთან ინტერვიუში ახლად დანიშნულმა მინისტრმა ალექსანდრე წულაძემაც განაცხადა ის, რაზეც მისი რამდენიმე წინამორბედი წლების განმავლობაში საუბრობდა. ჩვენ არა მხოლოდ განათლების სამინისტრო, არამედ სხვადასხვა უწყებებთან ერთად ვსჯელობდით და ვსჯელობთ დღესაც და გვაქვს განვიხილავთ სხვადასხვა მოდელებს აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად, თუმცა უნდა აღნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის სასკოლო სასადილოების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნიუანსების მოწესრიგება სკოლებში ამ პრობლემის ასევე ერთ-ერთი გასაღები იქნება. 2021 წლიდან დღემდე ჩვენ სხვადასხვა მინისტრი, იქნებოდა ეს ჯანდაცვის მინისტრი თუ განათლების მინისტრი, სხვადასხვა მინისტრი სხვადასხვა მიზეზს ამბობდა, რატომ არ იწყებოდა საქართველოში უფასო სასკოლო კვება. თავიდან ეს იყო, რომ
საქართველოს ბიუჯეტი ვერ გაწვდება და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მშვენივრად შეუძლია საქართველოს ბიუჯეტს ამ ტვირთის აწევა, ხო? მეორე იყო, რომ ცოდნა არ არსებობდა, როგორ უნდა დაწყებულიყო და მოკვლევა იყო საჭირო და სულ ბოლოს უკვე ითქვა ესეთი არგუმენტი, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა მზად არ არის იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს უფასო სასკოლო კვება. მოძრაობა ხმის წარმომადგენლები გვეუბნებიან, დაახლოებით რა იქნება სახელმწიფოს ხარჯი, თუ სკოლებში უფასო კვების პროგრამას დანერგავს. ჩვენი გაანგარიშებით აღმოჩნდა, რომ 2022 წლის სექტემბრის ფასებით ერთი ულუფა, ანუ ერთი დღის კვება, ერთი მოსწავლის საშუალოდ ჯდებოდა 1 ლარი და 66 თეთრი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში 500,000-ზე მეტი მოსწავლის კვება ყველა საჯარო სკოლაში ჯდებოდა 154,8 მილიონი ლარი. ადმინისტრაციული და სხვა, თქვა, ტრანსპორტირების, შენახვის, დამზადების, სხვა ხარჯებისთან ერთად ჩვენი გაანგარიშებით ეს ყველაფერი ჯდებოდა 200 მილიონ ლარამდე. მასწავლებელი და მოსწავლეს გარდიან სკოლიდან მათ შორის კვების გამოყენება. გოტა ჭანტურია განათლების სპეციალისტია. იგი სტუდია მონიტორთან სასკოლო კვების მნიშვნელობაზე საუბრობს. ამას აქვს რამდენიმე ამოცანა. ერთი ამოცანა ეს არის წმინდა საგანმანათლებლო ამოცანები, რომ აკადემიური მოსწრება მოსწავლეების გააუმჯობესოს და ცალსახად ამ კუთხით აქვს გავლენა, ეს უამრავი კვლევა არსებობს და უამრავი მტკიცებულება ამის. სასკოლო კვება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური უთანასწორობის აღმოფხრაშიც. და სკოლას ცალსახად აქვს ეს სოციალური ფუნქცია, მათ შორის თქვათ ეს იქნება უთანასწორობის აღმოფხრა, თანაბარი შესაძლებლობების მიცემა მოსწავლეებისთვის, ისევე როგორც ურთიერთობების ხელშეწყობა მოსწავლეებს შორის, ხო? მესამე ამოცანა ეს არის წმინდად ჯანდაცვის კუთხით, მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, არა მხოლოდ თქვათ იმ კონკრეტულ მომენტში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. მკვლევრების აზრით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა ხელს ადგილობრივი წარმოებისა და ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყობს. უფასო სასკოლო კვება საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში გააჩენს გარანტირებულ მოთხოვნას სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, ხო? ეს იქნება გარანტირებული მოთხოვნა 500,000 ბავშვის გამოსაკვებად ერთი წლის განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ცხადია, ეს შესაძლებელია გახდეს ბერკეტი, ნაწილობრივ მაინც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის, როგორ ვთქვათ, სტიმულირებისთვის. სასკოლო კვებასთან დაკავშირებით ქვეყნების პრაქტიკა განსხვავებულია. უნივერსალური სასკოლო კვების პროგრამა წარმატებით მუშაობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ზოგიერთი ქვეყანა კი სკოლებში უფასო კვების პროგრამას მიზნობრივად სთავაზობს ისეთ ბავშვებს, რომლებიც საშუალოზე დაბალი ან დაბალი შემოსავლის ოჯახებიდან არიან. ქვეყანაში ბავშვთა სიღარიბის გადაუჭრელი პრობლემის არსებობის მიუხედავად, საქართველოში პროგრამის დანერგვა ამ დრომდე მომავლის პერსპექტივად რჩება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები სკოლებში კვების პროგრამის დანერგვის ხელშემშლელ გარემოებებს შორის ასახელებდნენ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ფინანსების არარსებობას, სურსათის უვნებლობის საკითხსა და სხვას. არაერთი დაპირების მიუხედავად, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა? ჩვენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წერილობით მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. გამოვიდე მე რომ ჩავეწერო. ამის შემდეგ შევეცადეთ კითხვები მინისტრის მომადგილისთვის, გიორგი ჯინჭარაძისთვის დაგვესვა. მაინტერესებს ამ დრომდე რატომ ვერ მოხერხდა სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა? ხო გითხარით, ანუ მე ჩქარება და ვერ ჩაგეწერე. მე დაზევოდეთ და ეხლა გამიცით შეიძლება. რატომ ვერ მოახერხა განათლების სამინისტრო დღემდე? გითხარით უკვე. სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვა. გითხარით, ძალიან მეჩქარება, ბოდიშს გიხდით. სტუდია მონიტორს რესპონდენტები ეუბნებიან, რომ სინამდვილეში მთავარი პრობლემა პოლიტიკური ნების არარსებობაა. მთავარი ალბათ რატოც არ იწყება, ეს არის პოლიტიკური ნება. სხვა შემთხვევაში, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური. ძალიან რთული იქნება მათთვის თქვან, რომ იცით რა არის, რომ ბავშვები კი არიან მშივრები, ამის გამო კი ვერ სწავლობენ. მშივრები არიან, ეს ხო ცალკე უდიდესი პრობლემა არის. მეორე პრობლემა არის, რომ მათ არ ეძლევათ ესპობათ, მომავალში ესპობათ განვითარების შესაძლებლობა, იმიტომ რომ
ვერ სწავლობს სკოლაში მშიერი ბავშვი, ხო? ამიტომ უარის თქმა უჭირთ და აი ამ მათი ნების არარსებობა, ჩემი წარმოდგენით, ინიხება სწორედ აი ამ ინფრასტრუქტურის არგუმენტით. ყველა კარგად შეჭამდა ყველაფერს, უფასოდ თუ იქნებოდა და ყველა გამხიარებული შევიდოდა კლასში. მე რომ ძალიან ბევრი ფული მექნებოდა, ყველას უფასოდ ვუყედდი რაღაცებს.